ნუ ქვეყნით თუ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის, თქვათ, რეპუტაციული ზიანი, ხო? მთავრობის წევრები რო ყავს სანქცირებული ჩინოვნიკები, პარლამენტის წევრები, ეს პირველ რიგში რეპუტაციული ზიანია. უკვე ეხა თუ ლაპარაკია ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ ზიანზე, აქ საუბარი შეიძლება იყოს, რომ პერსონალური და ინდივიდუალური სანქციები გადავიდეს უკვე უფრო სრულმასშტაბიან სანქციებზე, რაც თქვათ ამერიკის შემთხვევაში გვაქვს, ხო? ღმერთმა დაგვიფაროს და თქვათ კუბა, ნიკარაგუა, ვენესუელა, სადაც რუსეთი იგივე, ხო? არა მარტო ინდივიდუალური სანქციებია, არამედ არის უკვე სექტორული სანქციები, ხო? ვაჭრობას რაც შეეხება ინვესტიციებს, ფულის მიმოსვლას, საბანკო სისტემის გამოყენებას. ეს, რა თქმა უნდა, თუ აქამდე მივედით, ეს უკვე თითოეულ მოქალაქეზე შეიძლება აისახოს და ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც შეეხება პიროვნულ სანქციებზე, რა თქმა უნდა, ამ პირებისთვის ეს დისკომფორტია, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის რეპუტაციულად ეს მაინდა-მაინც სასიამოვნო არ არის. სხვა ადამიანებზე შეიძლება რაღაც სიგნალი იყოს, რომ აი მიხვდეს, რომ დასავლეთი ამ ადამიანებს როგორ უყურებს. აი უფრო ამ კუთხით აისახება ეს საკითხი. ბატონ გიორგი, აი როდესაც პოლიტიკოსები, არ ვიცი, ზოგადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები საუბრობენ მათი იმ მიზნის განხორციელებაზე, რასაც ნიშნავს ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილება, ამბობენ, რომ ამის სწორედ რამდენიმე გზა, მაგრამ ორი მთავარი გზა არსებობს, ეს არის პროტესტი ქვეყნის შიგნით და მათი მუშაობა ქვეყნის გარეთ, რაც გადის და აისახება სწორედ სანქციებზე. აი ესეთი ფორმულირებით მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენად შეიძლება ზოგადად სანქციების პოლიტიკა წყვეტდეს რაღაცა ხელისუფლების ცვლილება არ ცვლილების საკითხს თუნდაც ან რაღაცა აჩქარებდეს ამ პროცესს ასეც დავსვამდი კითხვას ან ეხმარებოდეს ზოგადად როცა ლაპარაკია რომ სანქციებმა რამე პროცესი დააჩქაროს მაშინ ისიც უნდა ითქვას რომ რა სანქციებზე ლაპარაკი თუ მიზანია რომ სანქციებმა ხალხში მღელვარება გამოიწვიოს მაშინ სიმართლე უნდა ითქვას, მაშინ ინდივიდუალურ სანქციებს უნდა გაცდეს ეს პოლიტიკა, მაშინ რაღაცა ლარს უნდა შეეხოს და რაღაც ეკონომიკას თუ არის გათვლა, ზოგადად ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის დავა, რომ აი ხალხს თუ დავსჯით, ხალხი მერე შეცვლის ხელისუფლებას თუ არა, თუ პირიქით ეს არაეფექტურია და ჯობია ჩვენ გამოვიყენოთ ინდივიდუალური სანქციები. ზოგადად შეიძლება ითქვას, ხო, აი რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება იგივე ხო, კუბა, თქვათ, 60 წელზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატები კუბაზე ინარჩუნებს ერთ-ერთ უმკაცრეს სასანქციო რეჟიმს, რომელიც არა მარტო, თქვათ, ლიდერშიპს, ასე ვთქვათ, ეხება, მთელ ქვეყანას ეხება. ამის მიუხედავად, თქვათ, კუბელ ხალხს არ დაუმხია ეს რეჟიმი, ვენესუელაშიც და ირანშიც, თქვათ, უმკაცრესი სასანქციო და რუსეთში, ხო, ბელარუსიაშიც უმკაცრესი სასანქციო რეჟიმები გვაქვს, მაგრამ ესე თქვათ სწორხაზოვნად რომ სანქციების გამკაცრება აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას შეიძლება რა თქმა უნდა მაგრამ პოლიტიკა არ არის ხო ფიზიკა და სწორხაზოვანი და მეცნიერება მეორე მხრივ ამას შეიძლება გამოიწვიოს პირველ რიგში ალყა შემორტყმული ციხის ეფექტი ხო რეჟიმი თუ ხდება რომ აი ყველა ჩემს წინააღმდეგა უნდა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ ეს ამ მდგომარეობაშია როგორ ფიქრობთ ქართულოცნება და ბიძინა ივანიშვილი რომ რაღაცა ყველა versus ივანიშვილი ყველაში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში დასავლურ ქვეყნებს ხომ ბუნებრივია ყოველ შემთხვევაში იმ განცდაში არიან რომ არ ჩავთვლით მის მეგობრებს აქვე დავაზუსტებ რამდენიმე მეგობარი ყავს მას ევროპაში ხო ნუ დასავლეთის დიდი ნაწილი რომ ჩვენს წინააღმდეგა და ამიტომ ჩვენ ამას უნდა გაუძლოთ და ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ამას თვითონვე იძახიან ეხა იქ სხვა იდეოლოგიური და სამეთყოლო აპარატით იძახიან ამბობენ რომ თქვა ჩვენ სუვერენიტეტს ვიცავთ და მეორე ფრონტი მოგთხოვეს მაგრამ ეს რო გადავთარგმნოთ რა თქმა უნდა ეხა ხო ეხა ბავშვი არავინ არ არის პირდადად და ნუ თქვა სანქციებიც ხო ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციებიც აქვს მიღებული და ამიტომ როგორც უკვე აღნიშნე ეს იწვევს შეკავშირებას რომ გადარჩენის მიზნით და მეორე მხრივ აი რაც აქამდე სანქციები განხორციელებულა ჯერჯერობით რამე ქმედების ცვლილება ჩვენ არ გვინახავს. პირიქით, ხო? თუ არის ლაპარაკი, უფრო თქვა საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად იქცევა, ხო? შემსუბუქება ჩვენ ჯერ არც ერთი მიმართულებით არ გვინახავს და ესეც შეიძლება ლოგიკურ ახსნას დაექვემდებაროს, ასე ვთქვათ, რასაც მე ვეძახი, ასიმეტრიული პასუხი დასავლეთს. ხო, თქვენ მე სანქციებს მიწესებთ, ხა ჩვენ ხო ბრიტანეთის გენპროკურორს ვერ დავასანქცირებთ საპასუხოდ. საპასუხოდ თქვა ჩვენ მივიღებთ, რა ვიცი, ფარა იქნება თუ ეს სხვა კანონი, იმიტომ რომ
ჩვენ ვისაც აღიქვამთ, რომ თქვენ ეგრეთ წოდებულ დასავლეთის ინტერესს ატარებენ, ჩვენ მათ შევავიწროებთ და შევზღუდავთ. ეს არის ჩვენი ასიმეტრიული პასუხი იმაზე, რასაც თქვათ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო და ამერიკა ჩვენ გვიკეთებს. ხო ჩვენ ხა მართლა ამერიკას ხო ვერ დაუწესებთ სანქციებს. ჩვენ თქვათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ჯის ერთგვარად. ხო, ჩვენ მათ ვინც ჩვენ მივიჩნევთო თქვენ ინტერესებს ატარებს, ჩვენ მათ ასე ვთქვათ შევზღუდავთ. ზოგადად კიდე ერთხელ სანქციები არ არის პანაცეა, ხო, ეს არის უნიშნელოვანესი ინსტრუმენტი საგარეო პოლიტიკის, მაგრამ პანაცეა რო არ არის, ეს გამოჩნდა თქვათ რუსეთის შემთხვევაში, ხო, რუსეთი დღეს ალბათ ყველაზე სანქცირებული იურისდიქციაა, 24000 სანქციაა დაწესებული და ჯერჯერობით ამან ომი ვერ გააჩერა. კი, შეიძლება რაღაცებში უჭირს რუსეთს, მაგრამ ადაპტირდება. მეორე მხრივ, აი ეს არის, თუ გაუძლებ ამ წნეხს, ადაპტირდები, ხო? შესაბამისად კიდე ერთხელ როგორ შევაჯამოთ ეს საკითხი. პირველ რიგში ინდივიდუალური სანქციები, რა თქმა უნდა, პრობლემატურია იმ პირებისთვის, მაგრამ რამდენად ეს შეცვლის ქმედებებს, ჯერჯერობით რასაც ხედავთ, თქვათ ესე გამოცდილებით, საქართველოს მთავრობის ის წარმომადგენლები, რომელსაც სანქციები დაუწესეს, მაინდა-მაინც საკუთარი ქმედებებისთვის არ გადაუხვევია და პირიქით სულ არის ლაპარაკი, რომ შანტაჟის ქვეშ ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მეორეა უკვე ქვეყნის დასანქცირება, რაც არის უმტკივნეულესი და ღმერთმა დაგვიფაროს, ხო ხა ვალუტის დესტაბილიზაცია და ეკონომიკის დესტაბილიზაცია და აქაც კი არის ერთი ვარაუდი, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს, თქო, პოლიტიკური არეულობა და მთავრობის ცვლილება, მეორე მხრივ შეიძლება კიდე ერთხელ ეს მთავრობის შეკავშირება ან მთავრობამ ეს იდეოლოგიურად და პროპაგანდისტულად გამოიყენოს, რომ აი გვებძვიან და პირიქით მე უნდა დამიჭიროთ ხარ, იმიტომ რომ ქვეყანას ებძვიან უკვე. ამიტომ ეს არის ორლესული მახვილი და ესეც სწორხაზოვნად არ არის, რომ აი დღეს სანქცია და ხვალ ესენი გადაყირავდებიან. ესე არ ხდება. პოლიტიკას ზოგადად არ ახასიათებს ესეთი ფიზიკის და მათემატიკის კანონი. კი ბატონო. ბატონ გიორგი, აი დღეს როგორ ფიქრობთ? ყველაზე მეტი პრობლემები სადა აქვს ივანიშვილს, შიგნით თუ გარეთ? აი რაღაცა, რაც მას თქვენი აზრით, თქვენი დაკვირვებით ყველაზე მეტად აწუხებს, არ ვიცი, ყველაზე მეტად ტკივა. ჩემი აზრით და ეს მე მგონი თვითონაც პირდაპირ და არაპირდაპირ ამბობენ, ეგრეთ წოდებული მათი აზრით და შეიძლება ეს სწორიც არის, ისინი თვლიან, რომ თუ ამერიკასთან დალაგდებიან, ყველა პრობლემა მეტნაკლებად მოიხსნება და ქართული პოლიტიკა იმდენად არის დამოუკიდებელი საერთაშორისო სიგნალებზე, რომ ამაში არის ლოგიკა, რომ თუ ამერიკასთან პრობლემები მოგვარდება, რომ შიდა პროტესტით შეიძლება შესუსტდეს, იმიტომ რომ პირიქითაც ხო ხდება ნებისმიერი განცხადება, თქვათ, უცხოეთიდან, აქ ხანდახან გამოიყენება ან აღიქვება რაღაცა პროტესტის გასაძლიერებლად და ეს საერთაშორისო სიგნალები ზოგადად ძალიან მოქმედებს ქართულ პოლიტიკაზე, ეგ სხვა საკითხია და აქედან მოდის ის საკითხიც, რომ ამან მიულოცა, იმან ხელი ჩამოართვა, იმან ეს რეზოლუცია მიიღო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ხო ყველაფერი უალტერნატივო ჭეშმარიტებად ითარგმნება ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადება და რო დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, მისია და ეს მის ბოლო წერილშიც გამოჩნდა ამერიკის ელჩისადმი, რომ მომიხსენით სანქციები და დაგელაპარაკეთ. რეალურად ხო ეს არის ფაბულა და შინაარსი ამ წერილის. მომიხსენით სანქციები და დაგელაპარაკებით. საქართველოს დღევანდელ მმართველ ხელისუფლებას უნდა, რა თქმა უნდა, ეხლა ამერიკასთან, რუსეთსაც უნდა დალაგება, ყველას უნდა, მსოფლიოს სუპერსახელმწიფოსთან დალაგება ვის არ უნდა. უბრალოდ აქ არის, რომ მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, დამილაგდით ჩემი წესებით. ნუ მთხოვთ აქ ზედმეტ დემოკრატიას ან მომიხსენით სანქციები და დავლაგდეთ და ვილაპარაკოთ, რა ვიცი, ვაჭრობაზე, რაღაც სუვერენიტეტზე, რაღაც საკითხებზე. ანუ სურვილი დალაგების არის და ალბათ აღქმაც არის, რომ თუ დავლაგდებით ამერიკასთან და ნუ ესენი რაც თუ deep state-თან დავლაგდებით, ხო საერთოდ ალბათ რევოლუციის სცენარიც ალბათ მოიხსნება. ამიტომ მათი აზრითაც და ასაც არ მალავენ, ხო ამბობენ, რომ საქართველოს ოპოზიცია არის რაღაცა დასავლეთის აგენტურა. შესაბამისად, თავარია ცენტრში და მეტროპოლიასთან დალაგდეს, შესაბამისად სხვა პრობლემები თამდევია და მოიხსნება. აი ეს იცით რა მინდა კითხოთ ბატონ გიორგი, აი ეს რაღაცა ვერ დაულაგებლობა თუ არ დაულაგებლობის პროცესი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ აი ობიექტურად რომ ვთქვათ, ჯერ თავად ხელისუფლებას ქონდა რაღაც დედლაინი, რომ აი 20 იანვარს იქ იქნება ინაუგურაცია, მე ახალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, ის მოხდება და შემდეგ რაღაცა ჩვენ გადავწვერთავთ, აი ამ სიტყვას იყენებდნენ, გადავწვერთავთ ურთიერთობას. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება იყო პირიქით, რომ აი ეხლა ტრამპის არჩევის შემდეგ ქართული ოცნება ვერც შტატებისგან ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, იქნება მეგობარი აქტი, აღსრულდება ის, რაც აი მეგობარ აქტში წერია და ასე შემდეგ. აი დღევანდელი გადმოსახედიდან აი ეს პროცესი
რა ეტაპზეა თქვენი დაკვირვებით, ასე ვიტყოდით და დაუშვათ აი ეს ვერ დალაგებაც რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს და რას ნიშნავს? აი მაშინ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ურთიერთობა? მეგობარი აქტის პერსპექტივაც მაინტერესებს. ხო, პერსპექტივაც და ეს ვერ დალაგება ბოლოდან დავიწყოთ, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ თქვა სასიცოცხლო ინტერესშია რომ ამერიკას დავულაგდეთ. მაგრამ ამერიკას რა აკლდება თქვა ტრამპის ადმინისტრაციას თუ არ დაულაგდა საქართველოს. განსაკუთრებით ახლა უკვე ელჩიც ანგარბავს აქ. საერთოდ არაფერი, ხო, ანუ ზომაწონაც ხო უნდა გვესმოდეს, რო არის ლაპარაკი, რომ აი მათ ინტერესებშია რომ ჩვენ დაგვულაგდნენ. შეიძლება, მაგრამ თქვა სიმართლე ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არაფერი არ აკლდება, იმიტომ რომ თქვა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ცივი ურთიერთობა აქვს, ეს ერთი. მეორე, ისიც თქვა ეს ლეგიტიმაციის საკითხიც თქვა, ეგეც უნდა ითქვას, რომ მოლოდინები რო ხა ამერიკის შეერთებული შტატები აქ სხვა პრეზიდენტს აღიარებს ან სხვა ხელისუფლებას, ესეც არის ილუზია, ფანტაზია და უბრალოდ ახლა ფსევდორელიგიური აკვიატება, ესეც ითქვას. კი ბატონო, შეიძლება სანქციებიც დააწესონ, განაგრძონ ბაიდენის პოლიტიკა, შეიძლება ახალი არჩევნებიც მოითხოვონ, მაგრამ ბაიდენსაც კი და ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც უკიდურესად კრიტიკული იყო, ხო, ქართული ოცნების მიმართ, ის, რასაც ქართული ოპოზიცია ერის, რო თქვა, ჩვენ არ ვცნობთ ამ ხელისუფლებას, რაც უქნია, თქვა, ვენესუელის შემთხვევაში ცნობენ გონსალეს და არა მადუროს, თუმცა მადუროსაც ელაპარაკებიან, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. არ უქნიათ ბაიდენის დროსაც და ნუ ევროპაზე თუ ლაპარაკი ესტონეთიც კი რომელიც რა უკიდურესად კრიტიკულია ხო საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებსაც აწესებს ახალ არჩევნებსაც ითხოვს ის რისი მოლოდინიც არის რომ ხა ჩვენ ხელისუფლებას არ ვცნობთ და აქ სხვა პრეზიდენტი ეს ვერ და არ მოხდება გასაგები მიზეზების გამო რაც შეეხება მეგობარ აქტს მეგობარი აქტის პერსპექტივა არის რა თქმა უნდა სენატმა კიდე ერთხელ ვთქვათ ხო ორპარტიული მხარდაჭერა არავინ არ ჩენს ვინც თქვათ საქართველოს ხელისუფლებას ქართულ ოცნებას სიტყვას შეაწევს კონსენსუსია თქვათ და ისიც უნდა ითქვას რომ ხა ტრამპს მეგობარი აქტი არ ჭირდება სანქციებისთვის და მეორე კიდე მეგობარი აქტი ბევრ გამონაკლისს აძლევს ტრამპის ადმინისტრაციას და როგორ და რა ტემპით აამოქმედებს მეგობარ აქტს ტრამპის ადმინისტრაცია ესეც ცალკე საკითხია შესაბამისად ტრამპს ასე ვთქვათ როგორც ტრამპი თქვის ბევრი კარტი აქვს ამ თამაში როგორც მან ზელენსკის უთხრა ხო რომ კარტები ჩვენ რა კარტები გვაქვს მე არ ვიცი ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ამერიკას დაულაგდეთ ოღონდ ჯერჯერობით ეს არის სურვილი და რომ აი ჩვენ არ ვიცი ხა რა პირობებს არის ხო სულ ამერიკის მხრიდან ლაპარაკობ ჩვენ ქართულ ოცნებას გადავეცით ის საკითხები რაც უნდა მოაგვარონ რომ გამოსწორდეს ურთიერთობები ჩვენ ეს საკითხები ჯერჯერობით არ გაჟღერებულა ანუ რა საკითხებზეა ლაპარაკი ჩვენ ეს არ ვიცით მაგრამ ჯერჯერობით იმას ხედავთ რომ მაინდა-მაინც არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯების გადადგმას. კი ბატონო. შესაბამისად ეს ასე ვთქვათ ეს როგორ თქვა ეს გაურკვევლობა გაგრძელდება. ამერიკას ამითი არაფერი არ აკლდება, ხო? ეს ვთქვათ ცივი ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს და თავზე მოძალა არ არის მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება სურს ურთიერთობების გაუმჯობესება თავისი დღის წესრიგით თუ ეს არ შედგა გაგრძელდება ეს გაურკვევლობა ორივე მხრიდან. კი ბატონო, შესაძლოა ივანიშვილს მაგალითად არ ვიცი, აი რაიმე ისეთი კარტები კონდეს ხელში, რაც არ ვიცი, რაღაცა ისეთ გარემოს შექმნის, რომ ორმხრივი იყოს თუნდაც ურთიერთობის აი ამ გადატვირთვის ამბავი. იმიტომ აი როგორც თქვენ ამბობთ, ივანიშვილის რაღაცა პირობა რო იცით რა, მე რაღაც ჩემი ხასიათები მაქვს და ჩემ პირობებზე როგორი მე პირობები მაქვს ამ კუთხით დავლაგდეთ და აი რატომ რა შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცა ხასიათი აქვს მართლა ივანიშვილს ესეთი ამაზე არ მგონია დამოკიდებული იყოს ხო მისი ეს პოზიციონირება და ზოგადად მისი ხელისუფლების პოლიტიკა და აი რა არის მაშინ აი რაზე აწყობს მაშინ აი რატო პოზიციონირებს ესე თითქოს რაღაცა უპირატესობა აქვს რომ აი თუ რაღაცა ჩემ პირობებზე ვერ დავლაგდებით, მაშინ კარგად იყავი დასავლეთო. აი რატო? ნუ აქ ბევრი რამეა, აქ არის პირველ რიგში ის, რომ ასე ვთქვათ, მის მდგომარეობაში ალბათ სხვა ამ პოზიციონირებას აირჩევდა იმ კუთხით, რომ მას არ აქვს სისუსტის გამოჩენის უფლებაც და საშუალებაც, იმიტომ რომ ნუ რახან მან 2023 წლის აპრილიდან პირველ ანუ იმ აგენტების კანონის მეორე ჩემობრუნების დროიდან მან გადაწყვიტა ამ ესკალაციაზე წასვლა. და ნუ ფაქტია ფასაც იხდის პიროვნულს სანქციებსაც თუ ჩავთვლით. ნუ მეორეა რომ ის მიიჩნევს რომ დე-ფაქტო სანქცირებული იყო, ეხლა დე-იურე სანქცირებულია. ეგ ზოგადად ფართო კითხვაა, რა შეაწყობდა მას 2023 წლიდან ასეთი ესკალაცია დასავლეთთან, რა მოიგო? ჯერჯერობით მე ვერ ხვდები რა მოიგო. რუსეთის ფაქტორი. ბატონ გიორგი. იქიდანაც ხო იყო ლაპარაკი რომ აი ხა არავის არ ჯეროდა რომ აფხაზეთს დაუბრუნებდნენ და რაღაცა მაგრამ იქიდანაც აი ღია ბენეფიტ ჩვენ ხა ფარულ ბენეფიტებზე მე ვერ ვილაპარაკებ მაგრამ ღია ბენეფიტ რომ აი ელემენტარული დათმობა თქვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხზე
ჩვენ არჩევნების წინ ნახეთ, რომ არ იყო პირიქით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც ბერმა აღიქვა, რომ შიგნითაც კი თქვა ტკივნეული იყო და ძვირად დაუჯდებოდა და რატო თქვა, იქიდან იყო, რომ თქვენ აფხაზებს და ოსებს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს უნდა დაელაპარაკოთ და შეურიგდეთ. ანუ მისხალი დათმობაც არ იყო, ხო, რუსეთის მხრიდან ამ საკითხის შესაბამისად ჩვენ ხილულ ბენეფიტს ვერ ხედავთ, თუმცა იმასაც ხედავთ, რომ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ეს ესკალაციის პოლიტიკა გრძელდება და ასე ვთქვათ, უკან დახევაც არ ჩანს. არის მესიჯი, რომ დამილაგდით, ოღონდ დამილაგდით ჩემი დღის წესრიგით. ну ეს დღეს ეს რა არის და როგორ ან შეიძლება ჩემი ძალაუფლება, ну ვთხოვთ აქ ზედმეტ დემოკრატიას, ჩემი ძალაუფლება აღიარეთ ამ რეგიონში და ასე შემდეგ, ბევრი საკითხი შეიძლება იყოს. მაგრამ ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ის გადატვირთვა, რაც გვესმის და ისიც მხოლოდ ამერიკასთან, ხო, ევროპასთან უკვე ურთიერთობის გადატვირთვაც არ გვესმის მაინდა-მაინც არის. ამერიკასთან არის ეს, რომ ტრამპი ხო, აი ტრამპთან, აქაც ხო რა საკითხი იყო, ერთი იყო რეალური, აი მათ თქვა მოლოდინი და მეორე იყო ეს იდეოლოგიური დამთხობა, რომელიც შეიძლება უბრალოდ აწყობდეს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ხო საქართველოს პოლიტიკაში საერთაშორისო სიგნალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლა ამერიკის პრეზიდენტი რო ასე ვთქვათ საშენოს ლაპარაკობს, შეიძლება საერთოდ არ იცოდეს ვინ ახარ შენ და რაღაცა ურთიერთობებს ვერ ასწორებდე, მაგრამ შენი დღის წესრიგის საკითხებს იმეორებ, ამას ეხლა იდეოლოგიურად და პროპაგანდისტულ ომში გამოიყენებ აუცილებლად და ეს აწყობდათ. და დღემდე აწყობთ, მაგრამ ამის მიღმა როგორც ჩანს არ გამოდის ჯერ, იმიტომ რომ იქაც ხო უამრავი შრე არის ამ ტრამპის ადმინისტრაციაშიც, ხო? და მით უმეტეს, როდესაც ეს ორპარტიული ნეგატიური განწყობა შენს წინააღმდეგ ძალიან რთულია ურთიერთობების გადატვირთვა. ამიტომაც ვართ ამ ბუქსაობის რეჟიმში. კი ბატონო, რაც შეეხება პროპაგანდის ნაწილს, ბატონ გიორგი, ამასაც მინდა რომ შევეხოთ. ჯერ იყო მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, რომ აი რაღაცა გავუძელით მეორე ფრონტი თავიდან ავიცილეთ და მშვიდობა და ასე შემდეგ და ეს მშვიდობა ზოგადად არ გამქრალა მათი ლექსიკონიდან დღემდე ეს ერთი. შემდეგ ამას დაამატეს Deep State-ი და Deep State-ს და უფრო მეტიც ტრამპსაც კი უსურვებენ, რომ Deep State-ს თუ მოერევაო ტრამპიო, მერე უფრო მარტივი იქნებაო ჩვენთანაც, რომ დაალაგოს ურთიერთობაო და იცით რა მინდა გთხოვოთ, აი რა არის, აი მე რაც ჩამოვთვალე ხა აი ამ პროპაგანდაში აბსურდული, ეს მინდა რომ ავხსნათ, იმიტომ რომ სხვათა შორის არაერთი Vox Pop-ი მინახავს ჟურნალისტების მიერ გაკეთებული, იგივე თუნდაც თავად ოცნების დეპუტატებს რო ეკითხებიან, ან ქუჩაში რო ეკითხებიან მოქალაქეებს, რომ აი რა არის Deep State-ი მითხარით და არ ვიცი, აი ყველას რაღაცა ან არიციან, ან ის მასონები, ზოგს რაგონია და ზოგს რაგონია, ხო და აი ამიტომ მაინტერესებს. აი აბსურდულობა რა არის ამ ყველაფერში. რო ავხსნათ Deep State-ს, აი ტრამპი რას გულისხმობს და ამერიკული მიდგომით რა არის Deep State-ი, რო ავხსნათ. ამერიკული მემარჯვენე წრეებში გაბატონებული აზრი Deep State ეს არის ამერიკის სახელმწიფო უწყებებში ჩაბუდებული ბიუროკრატია, რომელიც, ну, ძირითადად დემოკრატები არიან და ტრამპის აზრით მის დღის წესრიგს არ ატარებენ, საბოტაჟს უწყობენ მას და, ну, ამ ბოლო დროს ეს სისხლის სამართლებრივი დევნაც რო იყო, რომ ასე ვთქვათ, ჩემი დაჭერაც უნდათ. ეს არის, რასაც ტრამპი ეძახის Deep State და ეს არის, ასე ვთქვათ, რო არის ლაპარაკი, რომ ხო ჩვენ სახელმწიფო უწყებებში ხალხი უნდა შევამციროთ და სახელმწიფო უწყებები უნდა შევამციროთ. ეს არის, თქვათ, რომ აი Deep State შევამციროთ. ეს არის, რასაც თქვათ ამერიკელი მემარჯვენეები ეძახიან Deep State-ს. აქედან როგორ ითარგმნება და არ ვიცი ახლა მე დონალდ ტრამპი რამდენად მიიჩნევს, რომ Deep State-ი რამდენად აქვს გავლენა საგარეო პოლიტიკაზე, ეგ სხვა საკითხია, დონალდ ტრამპს მაინდა-მაინც ეს არ უხსენებია. საქართველოს ხელისუფლება Deep State-ად, თქვათ, ჯერ ეს გლობალური ომის პარტია გახდა Deep State-ი. აქ ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ეს ლინგვისტური სინქრონიზაცია, როდესაც გადაწყვეტეს, რომ ახლა გლობალური ომის პარტია არავის არ ესმის და მოდი გლობალური ომის პარტია გახდა Deep State-ი, იმიტომ ამით ცდილობდნენ, რომ აი ტრამპისტურ ლექსიკონთან დავახლოვდეთ. თუმცა ესენი რასაც აცხადებენ, რომ Deep State-ი მართავს ამერიკას, მართავს ევროპას, ომებს იწყებს. ხო, აქ მარტივი კითხვა წარმოიშვება, ხო? საქართველოს ხელისუფლება რაციონალურად იძახის, რომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი რესურსი რუსეთთან ესკალაციის. კი ბატონო, ხო, სანქციებსაც ვერ ვაწესებთ, იმიტომ რომ ჩვენ უფრო დაგვაზარ. კი ბატონო. და რა რესურსი გვაქვს ჩვენ Deep State-თან ესკალაციის? თუ Deep State-ი მართავს ევროპას და ამერიკას და ომებს იწყებს, ეს 3 მილიონიან ქვეყანას რა რესურსი აქვს, რომ აი შევიდეს დაპირისპირებაში Deep State-თან? ხო, ჩდება ლოგიკური კითხვა. და ეს კითხვას მე ხშირად ვსვამ, იმიტომ რომ პასუხი არ არის, ხო? რა
ვისი ზურგით უპირისპირდებით deep states, ასე ვთქვათ. ხო, როგორ ვამარცხებთ ესეც. ხო და რო დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ ტრამპისთვის ეს არის ჩამოდებული ბიუროკრატია. მოთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა რა ხდება მე ეს კითხვაც მაქვს მაგალითად. ნუ პასუხი არის რომ მოგთხოვეს და არ გავაკეთეთ და ამიტომ ვისჯებით. მაგრამ deep state-მა მოთხოვა, ხო ისინი რაღაც ხო, იცვლება ხოლმე ბაიდენი deep state-ი, იმიტომ რომ აი ტრამპისადმი მიწერილ წერილში პირდაპირ ეწერა რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აქ ორ რევოლუციას აფინანსებდა, ხო და იცვლება ხოლმე ეს ტერმინები ურთიერთჩანაცვლებითია და კიდევ ერთხელ ტრამპისთვის ეს არის ჩაბუდებული ბიუროკრატია, რომელიც მას ებრძვის, არის დემოკრატი, მის დღეს წესრიგს არ ატარებს, საბოტაჟს ახორციელებს მისი დღის წესრიგის, ეს არის ტრამპისთვის და ზოგადად ამერიკელი მემარჯვენებისთვის deep state-ი. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს უფრო საგარეო პოლიტიკური ფაქტორია, ეს არის რაღაცა გავლენიანი ორგანიზაცია ან რაღაცა პროტოორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ მართავს ევროპას, ან ევროპას ცალკე deep state-ი აქვს, იქაც ხო არის ბიუროკრატია, რომელიც ომებს იწყებს და რომელიც ასე ვთქვათ ჩვენ გვემტერება, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ უარი განვაცხადეთ რუსეთთან ესკალაციაზე. ეს ხო და ამ ხრივაც სხვადასხვა რამეს მიიჩნევენ, მე მგონი ტრამპი და საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა რამეს ეძახიან deep state-ს ამ კუთხით. კი ბატონო და ბოლოს მინდა ბატონ გიორგი აი ქვეყნის ხა ჩვენ პრინციპში ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით რაც ხდება იმაზე მაგრამ მინდა უფრო გკითხოთ აი რაღაც მაინც პროტესტის ნაწილში პროტესტის ეფექტურობის ნაწილში რას იტყვით თქვენი დაკვირვებით რა ეტაპზეა მოკლედ აი ეს რაღაცა ივანიშვილის დამარცხების გზის რაღაც რა ეტაპზე ხედავთ ახლა აი ამ პროცესს? ნუ ახლა ყველა პროცესს ახასიათებს ესკალაცია და მერე ჩაცხრომის ფაზა და ახლა უბრალოდ შეუძლებელია ხო რამდენი 198 დღეს რომ იმდენივე ხალხი გამოვიდეს რაც პირველ და მე-10 დღეს ეს უბრალოდ შეუძლებელია. კი ბატონო. და ამიტომ ეს მოლოდი ბევრი წუხს, ბევრი არ წუხს, ნუ მოლოდინი არც უნდა კონდეს რომ ახლა ამდენი ხალხი გამოვა. და რაც შეეხება თქვათ ეფექტურობას რა თქმა უნდა რაღაცა ეფექტი მოაქვს განსაკუთრებით თუ არის აღქმა რომ აი ჩემ პროტესტს მოყვება ის რომ თქვათ დასავლეთი აქ სანქციებს აწესებს შეიძლება მაგრამ შეიძლება ხა დასავლეთი თავისი დღის წესრიგი აქვს და იმიტომ აწესებს სანქციებს ხო მაინდა-მაინც პროტესტთან ეს კავშირში არ არის რამდენად ეს პროტესტი ამ ინტენსივობით შეძლებს ცვლილებების გამოწვევას სიმართლე გითხრათ ვინაიდან პროტესტის სუსტება ამ ეტაპზე ხო რამდენად ის შეძლებს მარტო ყოველგვარი სხვა დახმარებზე ის იქნება საგარეო ფაქტორი რამე შეცდომა რომელსაც ხელისუფლება თავად დაუშვებს რამაც გამოიწვიოს შეიძლება ინტენსიფიკაცია მე სათუოდ მეჩვენება იმიტომ რომ 2023 წლიდან რაც თქვათ ეს აგენტების კანონის შემოbrunება მოხდა ხო მარტო თქვათ ქართული საზოგადოება ხო არ გაიწაფა ამ თქვათ პოლიტიკურ ბრძოლაში ასე თქვათ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სერიოზული დარტყმა რომელიც თვითონ გამოიწვიეს მაგრამ გადაიტანეს ფაქტია და ამასაც ხო არ მარალავენ ამბობენ რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ აი თქვათ 28 ნოემბერს ეს გაცხადება გავაკეთებთ იმიტომ დეკემბერში გვიპირებდნენ რაღაცას და დავასწარით და შესაბამისად ისინიც ასე თქვათ რაღაცებს ხო ყველაფერი დასწავლა და ისინიც სწავლობენ ისინიც ცდილობენ რაღაცა იმუნიტეტი გამოიმუშავონ ადაპტირდნენ შიგნით ასევე გარე ხა რაღაცა ადაპტაციასაც აქვს ლიმიტები რა თქმა უნდა და რაღაცას უბრალოდ ვერ ადაპტირდები ხა ხო ხა რას უზამ სანქციებს უბრალოდ როცა თვით გარდარჩენისთვის იბრძვი ესე ადვილად არ გატყდები და ვერ გატყდები და კი არის მოლოდინი ჩამოშლაზე შეიძლება მაგრამ ასევე ზოგადად ხო იქით კითხვაც უნდა დაისვას და თქვა არ ჩამოიშალნენ ან ის კითხვა რომ თუ 188 დღე არ ჩამოიშალნენ რა გაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ შემდეგი 188 დღეში ჩამოიშლებიან ხო უნდა დაისვას ეს მტკივნეული და კითხვები რომელზეც პასუხი მე კი არა არავის არ აქვს ხო კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკა არ არის ფიზიკა არავინ არ ამე დაზვერვის ცენტრალური სამმართველო ირანის რევოლუციის დროს 6 თვით ადრე ამბობდა რომ შახი არის ყველაზე სტაბილური მართველი და 6 თვეში შახი გაიქცა. ანუ რევოლუციებს ზოგადად ახასიათებს ესეთი სპონტანო ზოგადად პოლიტიკას ახასიათებს სპონტანურობა. შესაბამისად ეხა ამას ვერავინ ვერ იტყვის რა და როგორ მოხდება. და შესაბამისად მაგრამ ერთი რისი თქმა შემიძლია რომ ყველანაირი პროცესისთვის უნდა იყოს საზოგადოებაც პოლიტიკური სპექტრიც
პოლიტიკური ელიტაც ზად და ეხლა სწორხაზოვანი მიდგომა რომ აი დღეს აქცია, ხვალ სანქცია და ზეგ გამარჯვება, ეგრე არ ხდება პოლიტიკაში და ესეც უნდა გააცნობიერონ.